რითი სრულდება წელი? რა თქმა უნდა, დიდი ილუსტრაციით, კონკრეტული მაგალითიც მაქვს. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციისა და ადამიანის უფლებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევრობიუროკრატების მიკერძოებულ პოლიტიკას და ორმაგ სტანდარტს. უკრაინა კორუფციის ჭაობში ირჩობა. მოლდოვა კი ვალს ვალზე იღებს, რათა ვირტუალურად მაინც შექმნას ილუზია, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრეზიდენტი ხალხის ნაცვლად ევრობიუროკრატიამ აირჩია. საქართველო როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ყველა მიმართულებით რეკორდულად უსწრებს. შედარებასაც კი აღარ აქვს დიდი აზრი. იმასაც გავუსვამ ხას, რომ საქართველოში საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს ეროვნული მთავრობა და არა ევრობიუროკრატია. სწორედ ამის გამო გვემუქრებიან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, სანქციებით და სხვადასხვა ფორმის ზეწოლით. ამ უქარების ფონზე კი თავად ევროკავშირი გადავიდა მილევად რეჟიმში და თავადვე დაიწყო ევროკავშირმა ევროპული ღირებულებების განადგურება. დაუსრულებელი შტურმის ფონზე საინტერესოა, როგორ ახერხებს მთავრობის მეთაური მთელი რიგი პროვოკაციებისა და გამოწვევების მიუხედავად ქვეყნის მართვას და იმ საჭიროებებზე ფიქს, რაც ხალხს სჭირდება. ერთ-ერთი ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ფასების შემცირების ინიციატივა. ნახოთ შორნახუჩია სპეციალური რეპორტაჟი. როცა 2025 წელი დაიწყო, ქუჩაში უკვე ეს სიტუაცია იყო. აშკარა გახდა, რომ ხელისუფლების შეცვლის ბერკეტად ქუჩა ვეღარ მუშაობდა, ამიტომ უცხოეთის დავალებების შემსრულებელმა აქაურმა ოპოზიციამ თბილისის ქუჩებიდან ბრიუსელის დერეფნებში გადაინაცვლა და იქ დაიწყო მუშაობა იმაზე, როგორ უნდა არეულიყო ვითარება საქართველოში. ამიტომ ეს წელიც იმ პროცესის გაგრძელება იყო, როცა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის მძიმე ბრძოლა მოუწია. მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იული, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც. საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ ხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას და ჩვენი საფუძვლიანი აღქმით ეს ყველაფერი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის. Joint motion for a resolution tabled by 5 groups on further deterioration of the political situation in Georgia. დღის წესრიგში დაბრუნდა სანქციებით მუქარა. ევროპელი ბიუროკრატები იღებდნენ რეზოლუციებს, აკეთებდნენ განცხადებებს, თუმცა ამან არ იმუშავა. ამიტომ ისევ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარას მიუბრუნდნენ. მე არ ფიქრობ, რომ აქ ჩვენი ქვეყნის არაგეთმოსურნეების პოზიციები არის ძლიერი. რეალურად ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ თემის გამოყენებით შეუძლებელია ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება გარედან ხელოვნური ჩარევით. ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, მეექვსე მცდელობაც იქნება თეორიულად ასეთი მცდელობა წარუმატებელი. თუმცა ისინი მაინც იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინსტრუმენტმა, შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა, მე ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართულ ხალხს. როცა ზეწოლისა და შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი გაცვდა და შედეგი ვეღარ მოიტანა, ევრობიუროკრატიამ ახალი სამიზნე აირჩია. და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ევრობიუროკრატიის კვალს ხედავს. ჩვენ თავიდანვე დავინახეთ, რომ იყო სერიოზული შეშფოთება ჩვენს არაგეთმოსურნეებს შორის უცხოელებს გულისხმობ. რამე ჩარევა დაინახეთ კონკრეტულად შეგიძლიათ რამე გითხრათ? კონკრეტულ შეხვედრებზე ჩვენ გვესმოდა ხოლმე რაღაც გაკვირვით საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით და გაღიზიანება აშკარა იყო კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ეს გაღიზიანება გამოჩნდა და აქედან ძალიან მალევე დაიწყო ეს კოორდინირებული კამპანია ამ ინვესტიციის წინააღმდეგ. მე მინდა შეგახსენოთ რა იქნება ეკონომიკური და ფინანსური შედეგი ამ ინვესტიციის. რაც შეეხება ეკონომიკურ შედეგს, მინიმუმ 11 მილიარდი ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია. რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საშუალოდ მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს, რაც არის ძალიან დიდი თანხები. ხო ეს ისე მოხმარდება ბუნებრივია ქვეყნის განვითარებას, სოციალური პაკეტის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ასე შემდეგ.
თუ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ეს წინსვლა მოქალაქეებზე რეალურად დაისახება, ხელისუფლების შეცვლის მსურველთათვის ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ ხდებიან მსხვილი სტრატეგიული პროექტები მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტი. ამავე ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ ევრობიუროკრატიას არ სურს საქართველოს პროგრესის დანახვა და ასახვა, არც საკუთარ ანგარიშებში და არც ევროინტეგრაციის პროცესში, სადაც წინ გვიყენებენ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად ყველა ძირითად პარამეტრში საქართველოს ჩამორჩებიან. არ არსებობს პრაქტიკულად პარამეტრი, რომელთა ჩვენ 1 და 10 თავით არ უსწრებთ წინ, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც გაუხსნეს მოლაპარაკებები, ასევე ანალოგურად წინ უსწრებთ ბოსნიას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა კანდიდატ სახელმწიფოებს შორის. იგივე ეკონომიკა რო ავიღოთ, ჩვენ ამ 5 წლის განმავლობაში 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 12.5 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის, საქართველოს და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს არის ფაქტები. ასევე არის უამრავი ფაქტი დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, კორუფციასთან დაკავშირებით. მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ისე როგორც უკრაინა, თუმცა ხედავთ, რომ მათთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკაც კი არ ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ უსამართლო დამოკიდებულების ფონზე, როცა ევრობიუროკრატია აიგნორებს საქართველოს წინსვლას, მთავრობის მეთაურის თქმით ვნახეთ პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა საარჩევნო პროცესში და შემდეგ უკვე სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაც. ამის კულმინაცია იყო, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პრესპიკერი გამოვიდა 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აქციას, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო მშვიდობიანი დამხობა, ანუ დამხობის აქტს პირდაპირ გამოუცხადეს მხარდაჭერა უმაღლესი ტრიბუნიდან. ეს არის ძალიან სამწუხარო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში და ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება და ასეთი მდგომარეობა, რასაც ხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს. წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და გააქტიურეს ეგრეთ წოდებული კამიტის თემა იმისთვის, რომ საზოგადოებაში ვნებათა ღელვა გამოეწვიათ და ამაში ჩართული იყო BBC, თუმცა ეს კამპანიაც ჩავარდა. თავი თუ განწირული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ ეს ნივთიერება, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული. მარტივი გათვლა იყო, უნდა გავრცელებული იყო BBC-ის მიერ ეს ინფორმაცია, შემდეგ შესაბამის ჩანაწერები უნდა მოხვედრილი იყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში, რაც ვიხილეთ კიდეც, რაც წინასწარ დავაანონსეთ, ის ვიხილეთ კიდეც. თუმცა ამ უსამართლობის ფონზე 2025 წელს პირველად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარდატეხა. ევრობიუროკრატიის მდგომარეობა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაინახა. თუ აქამდე ევროსტრუქტურების ორმაგ სტანდარტზე, კორუფციულ მიდგომებსა და პოლიტიკურ უსამართლობაზე საჯაროდ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ეს შეფასებები სიტყვა-სიტყვით აისახა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტში. დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომლებზეც თბილისი წლებია საუბრობს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ საქართველოს შეფასება, ეს არის ამერიკის ოფიციალური პოზიცია. ეს თქვენ რაში გეხმარებათ, რომ გავიკლავდეთ ვთქვათ იმ გამოწვევებს, რაც გიდის ევრობიუროკრატიიდან? თქვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს ხშირად სიტყვა-სიტყვითაც ყველაფერსაც ჩვენ საუბრობდით გასული 3-4 წლის განმავლობაში. როდესაც ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები ქვეყნის გარედანაც ისმენენ იმ გზავნილებს, რაც ჩვენ საუბრობდით თელიან პერიოდის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა საზოგადოებაში ამყარებს რწმენას სიმართლესთან დაკავშირებით. მაგალითად, ბოლო დოკუმენტში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკულმა ადმინისტრაციამ, რეალურად სიტყვა-სიტყვით მეორდება განცხადებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებთან წინაშე სტადგა ევროკავშირი, მათ შორის ეკონომიკაზე, პრაქტიკულად აკრძალულია ევროპულ ბიუროკრატიაში ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წლის 30%-დან შემცირდა შარშან უკვე 17.5%-მდე და ეს უარყოფითი ტენდენცია გრძელდება. მე სხვა არავისგან მომისმენია საუბარი ამასთან დაკავშირებით, არც ევროპული ბიუროკრატიიდან, არც იმის მიღმა. მე ვაკეთებდი ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებებს და ვხედავთ, რომ ზუსტად პრაქტიკულად იდენტური განცხადება არის წარმოდგენილი ამერიკულ უსაფრთხოების დოკუმენტში.
ამავე სტრატეგიულ დოკუმენტში პირდაპირ იკითხება ამერიკის შეერთებული შტატების რეალური დამოკიდებულება ნატოს გაფართოების მიმართ. ამ ხაზის გაგრძელებად იქცა ბორის ჯონსონის განცხადებაც, რომელმაც ღიად თქვა, რომ უკრაინის ნატოში მიღება რეალურად არც განიხილებოდა. ამ განცხადებებით პრაქტიკულად დადასტურდა ის, რაზეც წლებია საუბრობენ, რომ დასავლური დაპირებები ხშირად მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია და არა რეალური განზრახვა. რა გაკვეთილი მივიღეთ ჩვენ ამ ინფორმაციებიდან? ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, ის სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი კარის პოლიტიკა და ამ ორპირი კარის პოლიტიკამ ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე. ხო, ეს იყო საქართველო პირველი 2008 წელს ერთახრივ ჩვენ არ ვიყავით დაცული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ხელშეკრულების მეხუთე მუხლით და მეორე მხრივ ჩვენ გვერქვა ასპირანტი ქვეყანა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, იოლი იყო პროვოკაციების დაგეგმა და ეს ასეც მოხდა, ხო, ჯერ იყო საქართველოს სააკაშვილის მიერ ომის დაწყება 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ უკვე იყო უკრაინაში მაიდანი, რასაც მოყვა ჯერ ერთი ომი 2014 წელს და შემდეგ ამას მოყვა მეორე ომი უკვე 2022 წელს და კიდევ ერთხელ, რასაც ფიქრობდით, ის დაადასტურეს ახლა უკვე ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, თორმე სინამდვილეში ყოფილა თან ეს იყო ჩაფიქრებული, ასეთად სინამდვილეში ეს ყველაფერი ყოფილა ორმხრივი კარის პოლიტიკა. ამ პოლიტიკური турბულენტობის ფონზე საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას არ გაურბის. გარეძეწოლებისა და საერთაშორისო დაპირისპირებების პარალელურად წელს ქვეყანაში არაერთი მასშტაბური რეფორმა დაიწყო და ახლა როცა შემდეგი 2 წლის განმავლობაში არჩევნები დაგეგმილი არ არის, მთავრობის მეთაურს უფრო მეტის გაკეთების ამბიციაც აქვს. ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, ჩავატარეთ ასევე წარმატებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ გვიქნება არჩევნები და შეგვიძლია მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე აქტიური ზრუნვა ბუნებრივია გრძელდება და ამის გამოხატულება მათ შორის კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც წარუდგინეთ საზოგადოებას და პირველ რიგში გამოყოფთ, რა თქმა უნდა, განათლების რეფორმას. ჩვენ შეგვიძლია უკვე 60 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივახციოთ ორივე მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანა არის ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობთ. ამ კუთხით 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი მიმართულებით, რაც ეხება ეკონომიკას, იგივე ინფრასტრუქტურას, შევძელით არასწორი პრაქტიკების გაუქმება, წარსულს მივეცეთ ასეთი არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკის სფეროს, რკინიგზას და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი საბოლოოდ მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ. დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის კი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სამომხმარებლო პროდუქტებზე მაღალი ფასები რჩება. საკითხი, რომლის მოგვარებაც მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე პრიორიტეტად არის დასახული. ფასდამატი, რაც წარმოიქმნება საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე არის ძალიან მაღალი, საშუალოდ ეს ფასდამატი არის 86%. ეს ფასდამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა არის უკვე საჭირო კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა და მაქსიმალურად შევეცდებით ბუნებრივია პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ეს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ფასები ბუნებრივია აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რთული გასაკონტროლებელი არ იქნება ეგ? რა თქმა უნდა, არ არის მარტივი საკითხი, საქმე ეხება კერძო სექტორს, საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ მაგალითად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი. დაწყებული რეფორმებისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების პირობებში ირაკლი კობახიძე მომდევნო წლის მოლოდინებსაც გვიმხელს. მიმდინარე პროცესებმა შექმნა საფუძველი იმისთვის, რომ 2026 წელი ქვეყნისთვის განვითარების და შედეგების წელი გახდეს. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები და რა თქმა უნდა 2026 წელს მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული ამ გეგმების განხორციელებაზე. მე ვფიქრობ, რომ 2026 წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის.